აი ორივე ნაწილი უკვე მოგხსოვე, ნახეთ. აი ეს ორი ესეთი ნაწილი გჭირდებათ, რომ ეს ჩანთის ტანი მოიქსოვოს. ეხლა ესენი ერთმანეთს უნდა მივაკეროთ, გამოვიყენებ აი ესეთ ნემს, რომელშიც იგივე აი ძაფს გავატარებ, რითიც მოგხსოვეთ. ანუ თქვენც ეს არის ესეთი საქსოვი ძაფებისთვის ესეთი ნემსი გჭირდებათ, სადაც აი ყუნწი საკმაოდ მსხვილია. აქ უნდა გავატაროთ ეს ჩვენი ძაფი. ეხლა გეტყვით, სიგრძე რაც შეეხება ამ ძაფს, ჩვენ გვჭირდება აი ესე თუ დაადებთ, ხო, ეს ერთნაირი უნდა გქონდეთ ზუსტად, ხო, ეს აი ეს ადგილი, მთლიანად ჩანთების სიგრძე, ეს უნდა იყოს ერთნაირი. Ну, მოჭიმვაზეც არის, როგორი მოჭიმვით გსოვეთ, რომელი, ხო, აი სასურველია, რომ ერთნაირი მოჭიმვით გსოვოთ. კარგით. ესე იგი, აქ გეტყვით ახლა. ეს ჩვენ უნდა მივაქცოთ აი ეს გარშემო ჯერჯერობით და შემდეგ უკვე აი აქ მივაკერებთ ელვას. ელვით ჯობია რომ იყოს დამაგრებული. ელვა ესეთი მთლიანი სიგრძე არ გჭირდებათ, უფრო ნაკლები. იმიტომ რომ აი აქ იქნება გარკვეული დეტალები მიმაგრებული და ეს ადგილი მაინც არ გამოიყენება. როგორც ესე ჩასაკეტად ჩანთის ცოტა ნაკლები სიგრძის. კარგი, ჯერ რაც შეეხება გარშემო, ხო, ეს უნდა მივაკეროთ. ეს აიღეთ მიახლოებით იყოს 2-ჯერ 3-ჯერ მეტი სიგრძე, აი ესე კონტური, ხო, რაც უნდა ესე იგი მიაკეროთ. აი ეს მეორე და კიდევ მესამეს ავიღებ ესე. დაახლოებით. ნუ ესე რომ ნამდვილად არ დაგვაკლდეს. ამას მოვჭრით ახლა, იმიტომ რომ ეს რახან ჩვენ მიკერებას ვაპირებთ, ხო? ეს უნდა იყოს ღია ეს ბოლო. ეხლა მე ამას ვეცდები, რომ ნახეთ. აი ეს ცოტა ვაცადეთ, რომ დიდი არა დაგჭირდეთ, ხო, გატარების დროს ხელი ძალიან ესე გაქნევა. კარგი და ესე. ეხლა მოდით შევხედოთ, როგორ უნდა მივამაგროთ, რომ ეს წაღმა უყუღმა მხარები არ აგვერიოს. აი ეს იქნება ჩვენთვის გარეთა მხარე, ჩანთის წაღმა მხარე და აქ იქნება აი ეს იქნება წაღმა მხარე, აი ეს. წაღმა მხარები გარეთ, უყუღმა მხარები შიგნით, ჩანთის შიგნით. კარგით. ეხლა აქ რა თქმა უნდა მოვჭერით ჩვენ ბოლოებში, ხო, ძაფი, რომ დავამთავრეთ ქსოვა, იქ მოჭრილი გვაქვს ძაფი. აი ესე გიკავიათ და ეს თქვენი აცმული ესე მიმსი აცმული ძაფით. ესე იგი, მიკერებას გავაკეთებ აი სპირალურად. ესე იგი, აქედან თუ გამოვიტანი, ანუ შიგნიდან გარეთ. აქ ახლა ვფიქრობ, რომ მაინც აი ამ ძაფთან დავაკავშირებ კვანძით. და ეს იქნება უფრო საიმედო. ნახეთ, აი ამ ბოლოს და მე ჩავმალავთ. აქ ისედაც ძალიან ისეთი თავმოყრა იქნება მე აი მაკარონებით რომ ვაპირებთ ნაკსოვებს და ეს ადგილი მაინც არ იქნება შესამჩნევი. ესე იგი, მოდით აქ კვანძი გავაკეთოთ. აი ამ ორი ძაფის საშუალებით. ვაი. ესე ორივე მხარე დაიკავეთ კარგად. აი ესე. ეყოფა მე უკვე შიგნით რომ დავმალავთ, იქ შეიძლება კიდევ კვანძების გაკეთება. აი ესე. დავაკავშირეთ. ეხლა აქ ძალიან კარგად ჩანს აი ეს კბილი კბილთან და ესე უნდა მიუახლოვდეთ აი ამ ადგილს, სადაც დამთავრებულია აი ძირი, სადაც იწყება უკვე, ხო? ესე იგი. ეხლა მე აქედან გამოვიტანე ძაფი, აქეთ წამოვედი ხო წინ. ეხლა აი ესე ნახეთ. Ну, აქ ხედავთ, ეს კბილანა, ჩაღმავება. აი მაგათ შორის ყველგან უნდა ციკბილანა, ეს აი ისეთ გამოწეული ადგილი, ერთი რიგია, ეს უკვე მეორე რიგია. ესე შეიძლება მაგათ შორისაც ესე თუ ძალიან გინდათ რომ მჭიდროთ და კარგად ჩაკეტოთ და ესე მაგალითად აქეთაც გამოიტანეთ. აი ესე. ეს რა თქმა უნდა მე დაიმალება. აი ესე. აი ესე საბოლოოდ აი ესე იდეაში აი ესე უნდა გეკავოთ, ხო? აი ესე რომ გაყვეთ რომ შეუმჩნევლად ძალიან კარგად ჩაიმალოს.
ეხლა ნახეთ, აი ეს კბილანასწვერი, აქაც კბილანასწვერი. აი ესე. აი ეს სპირალურად, ხო? აი ესე უვლით. შემდეგ ეს ცოტა ჩამოვებული ადგილი, აქეთაც ესეთი ჩამოვებული ადგილი გაქვთ. ეს როცა ენახეთ, აი ეს როცა გამოიტანთ ძაბს, ხო? აქეთ მოხვდება, ეს ზემოდან, აი ესე ახლოში, სადაც იყო ესე მიგერების ადგილი იქ. აი ესე თუ შეხედავთ, უფრო რა თქმა უნდა, უკეთესად მიხვდებით. უბრალოდ მე მინდა რომ აი ეს იყოს ძალიან ესე ბრტყლად, აი სიბრტყე იყოს, უფრო ესე კუთხოვანად არ იყოს. აქ ახლა იქაც შეიძლება შესვლა, აქაც შეიძლება შესვლა, ნახეთ, მის მოპირდაპირედ. აი ეს. ისე მოკაჩეთ, რომ მე გზადაგზა კარგად მოკაჩეთ, რომ მე ისე არ გამოვიდეს, რომ წინა ნაქსოზე აქ ცოტა ის გაქვთ რბილად, ხო? მე გაგიჭირდებათ. ახლა ცოტა ისეთ ჩაღმავებულ ადგილას, აქაც აი შესული ადგილებია, ხო? აი ესე გაყევით ახლა და მაქსიმალურად მჭიდროთ, ესე იგი არ დარჩეს ესეთი ადგილები, ხო? გამოტოვებული ადგილები. ხრელები არ გჭირდება, ხო? აი ესე. აი უკვე მოვედი, უკვე სადაც ძირი იწყება ჩანთის, ხო? აქ მით უმეტეს უფრო მარტივად არის, ნახეთ, სულ აი თვლები ჩანს ორივე ნაწილზე, ხო? ამ ჩანთის. აი სანამ არ მიხვალთ ბოლო თვალთან, აი აქ. აქ გახსოვთ იყო 53 თვალი, ასე რომ აი თითო თვალში თითო თვალი, ოღონდ წვილ-წვილად ესე გაატარებთ. აი ახლა დავიწყოთ. აი ეს არის აქ ცოტა ხრელივით რჩება, მაგრამ აბანახოთ, მგონი ესეთი ხრელი არ იქნება, ოღონდ მოჭიმეთ რაც თავარია, გზადაგზა. აი ესე. აი ესეთი ნაკერი გვაქვს, აი დაგანახებთ. აი არ ჩანს ხო, ეს კარგად არის საკმაოდ და ახლა აქაც გავყვეთ. თითო ჯერ შედიხართ, თითო წყვილში, ხო? აი ესე. და წესით უნდა გქონდეთ ესეთი 53 წვილი აი ამ ჩანთის ძირის ნაწილზე. ხედავთ როგორ ვაკეთებ, ხო? უკრიდან წინ ბოლომდე გამომყავს ყოველ ჯერზე და ეს არის ესე სპირალური ნაკერი. აი ესე, აი შემდეგი აქეთ ორივე კედელში შევდივარ ამ თვლებში, ხედავთ? აი ესე. ეცადეთ რომ ესე სიბრტყე გამოგივიდეთ და არა კუთხოვანი ესეთი ნაკერი, ხო? ეს არ ამოიბურცოს, ესე იყოს ესე ბრტყლად. კარგით, ესე გაყევით და ფაქტიურად შეგიძლიათ ბოლომდე, წვერომდე, ხო? აი აქამდე ამოხვიდეთ. აი ესე რომ ეს ჩანთა გვექნება უკვე ძირითადი ნაწილი მზად. აი უკვე მოვედი, უკვე სადაც ძირი იწყება ჩანთის, ხო? აქ მით უმეტეს უფრო მარტივად არის, ნახეთ, სულ აი თვლები ჩანს ორივე ნაწილზე, ხო, ამ ჩანთის. აი სანამ არ მიხვალთ ბოლო თვალთან, აი აქ. აქ გახსოვთ იყო 53 თვალი, ასე რომ აი თითო თვალში თითო თვალი, ოღონდ წვილ-წვილად ესე გაატარებთ. აი ახლა დავიწყოთ. აი ეს არის აქ ცოტა ხრელივით რჩება, მაგრამ აბანახოთ, მგონი ესეთი ხრელი არ იქნება, ოღონდ მოჭიმეთ რაც თავარია, გზადაგზა. აი ესე. აი ესეთი ნაკერი გვაქვს, აი დაგანახებთ. აი არ ჩანს ხო, ეს კარგად არის საკმაოდ და ახლა აქაც გავყვეთ. თითო ჯერ შედიხართ, თითო წყვილში, ხო? აი ესე. და წესით უნდა გქონდეთ ესეთი 53 წვილი აი ამ ჩანთის ძირის ნაწილზე.
ხედავთ როგორ ვაკეთებ, ხო? უკრიდან წინ ბოლომდე გამომყავს ყოველ ჯერზე და ეს არის ესე სპირალური ნაკერი. აი შემდეგი აქეთ ორივე კედელში შევდივარ ამ თვლებში, ხედავთ? აი ესე. ეცადეთ რომ ესე სიბრტყე გამოგივიდეთ და არა კუთხოვანი ესეთი ნაკერი, ხო? ეს არ ამოიბურცოს ესე. იყოს ესე ბრტყლად. კარგით, ესე გაყევით და ფაქტიურად შეგიძლიათ ბოლომდე, წვერომდე, ხო? აი აქამდე ამოხვიდეთ. აი ესე რომ ეს ჩანთა გვექნება უკვე ძირითადი ნაწილი მზად. აი უკვე ჩავკერე ბოლომდე ორივე მხარე. აი ესეთნაირად, აქ ცოტა თქოს კუთხეს აკეთებს ძირის გარშემო, მაგრამ არა უშავს. აქ ახლა გვექნება მე ესეთი დაიფარება ეს ადგილები. ეხლა აი ესე მორაც მოგრჩა, ამ ძაბს მოვჭრი მე აქ და გავაკეთებ კიდევ აი აქ რაც დახვდა ხო კვანძი, ამასთან კიდევ ერთ კვანძს გავაკეთებ და დავმალოთ ნაკსოვში. აი ესე. ეხლა მოდით ჯერ დავმალავ ნაკსოვში და ამის შემდეგ უკვე ჩვენ დაგვჭირდება ელვა. ელვას გეტყვით ახლა მე მაქვს აქ არის 23 სანტიმეტრი, ანუ 9 ინჩი. აი ესეთი ზომის არის. ჩემ შემთხვევაში ეს მეგონი კარგი ზომა იქნება. ნახეთ, აი ესე უნდა ჩავოდგათ. ანუ აქ რამოდენიმე, თქვათ 2 ან 3 სანტიმეტრი კარგი იქნება, თუ დარჩება აი თავისუფლად. ანუ ბოლომდე არ გინდათ ისეთი სიგრძე არ გააკეთოთ, რომ ბოლომდე ამოავსოთ. აი ეს ბოლომდე არ გჭირდებათ, ხო? აი შუაში. ეხლა, მოდით მანამდე სანამ ეს უნდა მივამაგროთ ეს ელვა, რომ მე მივაკეროთ კიდეც. და აი აქ ეხლა მე დავმალავ ამ ძაფის ბოლოებს. ასევე მეორე მხარეზეც დავმალოთ, რომ უკვე მზად იქნება. აქ ხო კარგად არის კვანძი. რომ მზად იქნება უკვე როცა მივაკეროთ უბრალოდ ელვა. აი ესე. აი ორივე მხარეს ეს ძაფები უკვე ჩავმალე ნაკსოვის შიგნით. ეხლა ჩვენ გვჭირდება სხვა ტიპის ნემსი, ესეთი უფრო პატარა ნემსი და სასურველია აი ესეთივე ფერის, როგორიც ჩანთა თქვენი. აი ნახეთ რომ არ იყოს შესამჩნევი. ასევე ელვაც ესეთი ფერის გჭირდებათ. მე დამავიწყდა თავიდან პირველ გაკვეთილზე რომ მეთქვა რომ ელვა იყო საჭირო. ხო, ან ელვა მის მიხედვით რა ფერის ჩანთა გაქვთ. აი ორ წელს ავიღებ მე ესეთი ეს საქარგავი ძაფებია. და იმედია რომ გავაძვრენ ახლა. აი ეს წვრილი ნემსი უკეთესია რომ ესეთი ელვის მატერიალს ისეთია რომ ახლა ძალიან სქელ ძაფს ვერ გაატარებთ მე მგონი. კარგით, აბა ეს ნახოთ. ასე ორ წვერს ვიყენებ ხოლოდ. და სიგრძე რაც შეეხება, სიგრძე გჭირდებათ, აი მთლიანად არა, მაგრამ აი გარკვეული ნაწილიდან და შემდეგ მეორე მხარე ასევე. მოდით მე ნაწილ გავაკეთებ ახლა. ანუ მთლიანად გადაბმულად არ მივაკერებ და ამიტომ მაინდა-მაინც გრძელს არ გამოვიყენებ ახლა მე. ну, რა თქმა უნდა, გრძელი უნდა იყოს, ვიდრე რასაც აპირებთ რომ მიაკეროთ. გადავჭრი. და ეხლა მოდით ჯერ კინძის თავებით დავამაგროთ. აი ეს თუ იქნება მაგალითად წაღმომხარე, აი ესე ფიქრობ. აი აქ ესე
მონიშნეთ ადგილი, სადაც აპირებთ რომ დაამაგროთ, თან აქ შეხედეთ. აი ეს უნდა იყოს ზემოთ, ხო? ესე. ჯერ ახლა აი ცენტრი რაც თავარია, ცენტრი იყოს სწორად, აი ესე. ხო, აი ესე თუ გაქვთ. აქაც, სიმეტრიულად რომ იყოს, აქაც ცოტა მორჩეს, აქაც ცოტა მორჩეს, აი ესე, ხო? და ახლა აი ეს შიგნით ჩაამაგროთ, ხო? ატყობთ აი ეს. აი მიახლოვებით ესე. ცოტა ქვემოთაც შეიძლება. და აქ დავამაგრებ ახლა ქინძის თავებით. ეს იქნება როგორც ფიქსაცია და მე უკვე მივაკერებ, რომ არ იმოძრაოს, ხო? ელვის მიმართ აი ამ ჩვენმა ჩანთა. აი ესე. ახლა ჯერ ერთ მხარეს მივაკერებთ. შემდეგ ელვას გავხსნით მეორე მხარეზეც აი ესევე ქინძის თავებით დამაგრება გვექნება. ახლა ცოტა ეს გრძელი ქინძის თავებია, მოდით უფრო დიდ მანძილზეც დაამაგრებს ეს ძალიან კარგად. ეს ცოტა დიდი მანძილები, იმიტომ გრძელებია ძალიან. ხო და აი ესე. სასურველი აი ესენიც მიაკეროთ საბოლოო ჯამში აი ეს კიდეებიც, ხო? აი ესე. ესე. და კიდევ რამოდენიმე პროცესს კიდევ ერთიან ორი ეს ერთი ქინძის თავი და კიდევ ერთი აი ესე როცა დამაგრებული გაქვთ ქინძის თავებით მაშინ უფრო მარტივია ანუ არ წაიცურებს და ისე ხედავთ აქაც დაგრჩათ რაღაც ნაწილი აქაც რაღაც ნაწილი კარგით ეხლა მოდით აი ეს ჩვენი ნემსით სასურველია გააკეთოთ ასეთი კვანძი ბოლოსში და მის გამო რომ ცოტა თვითონ ნაკსოვი არ არის ძალიან ისეთი ხო ჯობია ეს კვანძი რომ კარგად დააფიქსიროთ აი ამ მატერიაში უფრო გაატაროთ ხო ეხლა მოდით პირველ ქინძის თავს მე მოვხსნი უკვე იმიტომ რომ აქ უნდა მივაკერებ აი ეხლა აი ამ ადგილსაც მივაკერებ და ვეცდები რომ ესე არ ჩანდეს მაინდა-მაინც ესე ლამაზად ხო შეუმჩნევლად აი ესე შევდივარ მატერიაში და მე შევდივარ ნაკსოვში ოღონდ ეხლა ეს მინდა კუთხე რომ არ ჩანდეს ელვის კბილანები რომ აქვს ეს დაკბილული ბოლო აი ესე ეხლა პირველი ადგილი მოდით აქ ცოტა რამდენჯერმე გავალ წინ წავიწევ მე ისე უკან დავბრუნდები რომ მაინც ესეთი კარგად უნდა დაიკავოს ეს ადგილი ხო აი ესე წავედი ისე უკან დავბრუნდები ახლა მხოლოდ ამ შემთხვევაში აი ამ დასაწყისისთვის და ბოლოსთვისაც ბოლო დაბოლოებაც ესეთი სასურველია აი ესე და ახლა უკვე წინ წავიწევ თან აი ძაფებში აი ნაკსოვის ძაფებში კარგად შედით რომ იქ კარგად დაიკავოს თორე ისედაც ფაშარი ისეთია მაინც ნაკსოვი ხო ხვრელები არის მაინც და არ გაძვრეს აი ჯობია თვითონ ძაფებში შეხვიდეთ ხოლმე აი აქ შევა აი ესე უნდა მიაკეროთ ახლა თქვენი სასურველი ახლა თუ ორივე მხარეს კარგად აკურატულად გააკეთებთ უკეთესია ანუ იქაც ხაზოვანი რომ იყოს უკანა მხარეზეც ხო ეს მიკერება თან უნდა უყუროთ აქაც რომ ძაფებში კარგად შეხვიდეთ ხო და თან უკან იყოს ხაზოვანი თათ მარტივი არ არის მაგრამ ეცადეთ ახლა აი აქ სადღაც თუნდაც აქაც ლამაზად შევიდეთ აი ეს ახლა მე გავყვები როცა მივახლოვდებით ქინძის თავის ადგილს მოხსნით ხო აი ახლა ჯერ არ მივსულა რა აი როცა მივა
აქეთ ეს აფიქსირებს, იქით მომდევნო ქინძის თავი და იქ სადაც ქინძის თავი შეგხვდებათ, პირველი მოხსნით, რომ უკვე თუ გიშლით ხო ხელს. აი ერთი მხარით უკვე მივაკერე, ნახეთ, აი ესე. აქეთ შეძლებს დაგვარად ესე სწორხაზოვნად. აი ბოლომდე მივაკერე ეს ეს ნაწილებიც აი ელვის. ეხლა მეორე მხარეს ცალკე, ანუ აქ არ ვაკეთებ გადაღმას, როგორც ხედავთ, ანუ აქ საშუალება იქნება გაშლის, აი ესე. ნუ აი ესეთნაირად გადავწყვეტე. ეხლა ელვას გავხსნით, მოხერხებული რო იყოს და ნახეთ, აქეთ ამ მხარეს გამოვყვებით ისევ აი ესე. ნუ სასურველია რომ აი ეს როცა გახსნით, დაახლოებით ერთნაირ ადგილას მოხვდეთ მაინც რომ ეს ეს ადგილები ჩაჯდეს. ეხლა მოდით როგორ გავაკეთებთ. აი ესე. ეხლა ეს დავამაგრებ იმ ადგილს, სადაც ელვა აი უდგება აქეთ მხარეს, მოდით ესე მოვაზომოთ და მერე გავხსნათ. ესე უკეთესი იქნება. აი ესეთნაირად გაქვთ. ეხლა ეს ქენძის თავები რაც მოხსენი მეორე მხარეს, აქეთ მხარეს უნდა დამაგრდეს. აქ აი შეხედეთ, სად გაქვთ ზუსტად გაყოფის ადგილი და ასე რომ სიმეტრიულად გამოგივიდეთ. აი ესეთი ადგილია. აი ესე. როგორ ახლა მე რო გავხსნი ელვას უფრო კარგად გამოჩნდება. მოდით ესე მინდა ჯერ პირველი ესე იგი ეს ადგილი დავამაგრო ელვით. აი უბრალოდ ქინძის თავით და მერე უკვე დანარჩენი. აი ეს ჩავამაგრე. ეხლა გავხსნი ელვას. აქ უკვე როგორც მოითხოვს, ხო? მე ესე ვფიქრობ, რომ ესე კარგი იქნება. გავყვეთ. როგორც მეორე მხარე გავაკეთეთ იგივე წესით. აი ესე. კარგად, აი დაიმალოს, მხოლოდ სკბილანები რო ჩანდეს ელვის, ხო? ისე ვაკეთებ. და ამასაც მივაკერებთ, რა თქმა უნდა. იგივე წესით, ესე იგი იგივე ფერის ძაფით შეუმჩნევლად რომ გამოგვივიდეს. აი ესე და ბოლოს ქინძის თავიც. აქაც აი ბოლომდე დავამაგრებ, აი ამ ადგილსაც მივაკერებთ, ხო? ესე იგი ეს უკვე მზად მაქვს მე ნემში გავაძვრინე ეს ძაფი. აქაც გავაკეთოთ კვანძი. ეს კვანძი უფრო დამაგრდება ელვის ნაჭერზე და არა ნაქსოვში, ხო? ესე გირჩევთ. კარგი, დავანახოთ. ეხლა აქედან დავიწყოთ ჩვენ და სასურველია რომ ეს მოდით მოვხსნი ახლა ამ პირველ ქინძის თავს და აი ეს ჩვენი ელვა აქ არის. ეხლა მე ვეცდები რომ აქ თლათ აი აქეთ მხარეს, შიგა მხარეს რო არ ჩანდეს, გავაკეთებდი აი ესე. აქეთ, ანუ სადაც დაიმალება, ხო? აი ესე შევალ რომ ეს ძაფის ნასკვი იყოს ელვას და ჩანთას შორის მოვახვედროთ. ესე საკმაოდ მსხვილი გამომივიდა ახლა ნასკვი და ამიტომ ესე არ მინდა რომ ჩანდეს. კარგი, აი ესე. ეხლა როგორც ჩვეულებრივად მივაკერებ უბრალოდ. ეხლა ცოტა აქ რთულია ეს ადგილი, ხო? იმიტომ რომ აქ ვერ დავაშორებ ამ. მაგრამ მინდა რომ მაინც მიკერებული იყოს ეს ბოლოც. აი ესე. აქ კიდევ ერთხელ უკან დავბრუნდები. ახან დასაწყისია, ხო? მიკერების დასაწყისი ყოველთვის ჯობია კარგად დააფიქსიროთ. და ეხლა უკვე წინ წავიწევთ ესე.
ეს ძაფებში შედით კარგად. ახლა არ ვარ დარწმუნებული, რომ შიგნიდან ისე სწორხაზოვნად იქნება ამ ადგილას, მაგრამ არა უშავს. იმიტომ რომ ეს ელვის ეს შესაკრავი ახლა მიშლის. უკეთ ესე გაყევით და მიააკერეთ ეს თქვენი ელვა.